ვიტყოდი რა მუხტი რაც არის აქციებზე, ზოგი ახლა შეიძლება ისე არ გამოდის და ისე ვგეუბნები ახლა ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა რო არიან მე ურჩევდი არ არის კაი სიტყვა მაგრამ ურჩევდი ესე რომ აიგივე ტელევიზიასთან მოდიან ჩვენთან ყოველ დღე აი მოგიცი ხალხის ხმა ეს არის სწორედ ის მომენტი და მე ბოლომდე არ ვიზიარებ შენ იმას რომ ეს ვერ მოესწრებოდა, როდესაც ეს უნდა პოლიტიკურად გაფორმდეს. იმიტომ რომ ნახე, აი ქუჩაში ვართ და რაღაცა იდეა გვაქვს, თუნდაც ის იდეა რომ ოცნება არ უგიდათ. მე თანდათან კიდე გამოიჩნდება ხა მე მარცხენა ხარ, მე მარჯვენა რა. ეს აუცილებლად ითხოვს რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ჯგუფი რომ მათ შორის მე ტელევიზიას გეტყვი ახლა ჩვენი აი ნიუს ველაპარაკება რომ ვის დაველაპარაკო რომ ხალხი აი რომ მოვიდეს იმასთან მიკროფონი ესე ქუჩაში ხო ვერ ივალი მართლა პირდაპირ ესე ჩანს და ანდა რო ყველა რას ფიქრობდა თუ არ გაფორმდა თუ რაღაცა მაინც არის ინსტიტუციონალური რომ აი ვინ რომ მოვიდეს რომ შენ მაქსიმალურად შენი ჯგუფი წარმოჩნდეს ეგეთი საუბრით ახლა ტელევიზიასთან როგორ დღეს არის რომ აი მე თედგორა მოვალ ახლა აქედან თან გაურკვეველი სიტუაცია ზოგან სხვა ტელევიზიის ფლობელია ზოგან რაღაცა უნდა ის აღარ კიდე მოიყვანო ეს არ მომიყვანო მე როგორც გეტყვი ისე მომიყვანო მე რასაც გეტყვი ის მკითხე ეს არ არის ფორმა ეს ძალიან ნორმალური სიტუაცია იქნება და ახლა ეს ითხოვს ერთადერთი გაგრძელება მე ამას ესე ვუყურებ თუ ექნება რომ ამან მიიღოს პოლიტიკური სახის თუნდაც ჯერ დასაწყისი თუნდაც რაღაცა მოძრაობის სახე მიიღოს რომ გამოჩნდეს როგორ ელაპარაკება შენ რო თქვი აი გამომბები რო დაიწყო და მე შენი არჩევნები და იმით რო დამთავრდა ეს ხოდელანელა შემოიკრა რაღაცა პასუხისმგებლობა იყო პოლიტიკური მოთხოვნები იყო პოლიტიკური სტრუქტურა ჩამოყალიბდა ეროვნული ფრონტი ერქვა აი ხო რაღაცა ერქვა იმიტომ რომ აი თქვა არჩევნები მინდა აი მაგალითად საინტერესო იქნებოდა აქაც მოვიყვანდი სხვაგაც როგორ გინდა ეს არჩევნები ხა ჯერჯერობით მე რასაც უსმენ თითქოს ეგეთია რომ ოცნება ორთქლდება და მე ვიღაცები მოვლენ და რაღაც არჩევნები მოვლენ CSGO-ში ხო ესე ხო ვერ მოხდება ახლა რა ანუ ამიხსნა უნდა როგორ მოხდება აბა რომელ მოხდება აბა რა მოხდება თუ ეს წახვალ ხო მაგაშია საქმე ანუ მთელი ამბავი რა იქ არიან მე უყურებ ახალგაზრდები აქტიურები არიან უნდა მთელი ამბავი რაში მდგომარეობს ახლა მან ხო კი ეგ მე ყველაფერი მესმის და კი შეიძლება რაღაცა დროში გადაიღვაროს იმაში რომ ვიღაცამ პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბოს და რაღაც თავის პოლიტიკური აბა ისე როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი წარმართოს მაგრამ ეხლა თავარი ხო რა არის ეხლა ამ წუთას რა არის პროტესტი მიმდინარეობს რომელიც ითხოვს ასე ვთქვათ ახალ არჩევნებს ოღონდ სუბიექტის გარეშე როგორ ხო და ახალ არჩევნებს ითხოვს მაგრამ მონაწილეობა ვინ უნდა მიიღოს და სწორედ ეგ უნდა ვთქვათ ეხლა მოიცა ეხლა მაბატი ახალ არჩევნებს ითხოვს ოღონდ უტრირებულად ვამბობ ეხლა მაბატი ოღონდ ამოს რომ ოცნებაც არ იყოსო და არც ოპოზიცია არ იყოსო აბა ხო და აი მანდარი მთელი ამბავი ხა მაგას ვიღაცა რო ამბობს ერთია მაგრამ მეორე არის რომ მართლა ულიდო რო ხო არ არის ეს ახლა ლიდერი რო ქუჩაში ვერ გამოდის და ვერ მიმართავს მოსახლეობას თავის ხალხს ესე ვთქვათ პროტესტის მოსახლეობას ეგ ერთი პრობლემაა მაგრამ მეორეს მხრივ მართლა ესე ხო არ არის რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არსებობენ და ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას როგორ რატო ფიქრობ იმიტომ რომ ესეთი თემა რომ ესე იყოს დისკრედიტირებული აქტუალური სიტუაცია არ იყო იმიტომ რომ არ ვერ ექცევა, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს რომ ახლა ყვერავი არ გაქრება და ესენი ვერ ეს საპროტესტო მუხლი მივა ქაოსამდე. ამას გელაპარაკებ ეს თუ ეხლა სწორედ არის მე ამას ჩვენ ხო ერთმანეთს აზრს უზიარებთ, საზოგადოება უზიარებთ, გაპრეტენზიო პოდკასტში. მე მაგალითად ეხლა ვაყ, აი დღეს რო არის იანვარი, ხო? 14 იანვარი კალანდობა კიდევ ერთხელ ესე გილოცავთ რომ თუ ამან არ მიიღო, აი ნახე, იქ გამოდიან აქტიურები, იმას ასაბუთებენ, ეს ყველაფერი კარგია და ეს უნდა ასაბუთონ. თუ ამან არ მიიღო პოლიტიკური სახე, აი ახლა ვიც ქუჩაში და ესე მიჯდება, ეს იქნება წყალში გადაყრილი ადამიანი და წყალში გადაყრილი შრომა და წყალში გადაყრილი მუხტი და მართლაც ვიღაცა ამას გამოიყენებს, იმიტომ რომ ახლა ეგეთი თემა რო ახლა მოდიბენ და დავაკაკუნებ კარებზე და ვაკაკუნებ, ეს კაკუნით არაფერი არ ეგ ისედაც ეგრე იქნება, მე მგონი წყალში გადაყრილი იქნება საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მაგრამ მათთვის